ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს ბევრი შოქში ჩააგდო აღიარებით, რომ სინამდვილეში მას სი ძინპინთან ტაივანის თემა განუხილოს. კერძოდ ამერიკის პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერთან განიხილა ტაივანისთვის ამერიკული იარაღის გაყიდვის თემა. ეს კი იმდენად უცნაურად ჟღერს, რომ უკვე გაჩნდა შეთქმულების თეორიები იმის შესახებ, თითქოს ტრამპი საბოლოოდ ტაივანს ჩინეთს უთმობს ეკონომიკური და სავაჭრო გარიგებების სანაცვლოდ. ამ საკითხს მინდა მაქსიმალურად გულწრფელად და სპეკულაციების გარეშე შევხედო, რადგან უკვე ზოგიერთი გამოცემის სათაურები ამტკიცებს, რომ ტრამპი ტაივანს თმობს. მაგრამ სიმართლე როგორც ყოველთვის ბევრად უფრო რთულია, ამიტომ მოდით ფაქტებით მივყვეთ და ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ. მე მქვია ალექსეი პიჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს YouTube არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება და დაწერეთ გთხოვთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ეს ძალიან ეხმარება კონტენტის პოპულარიზაციას YouTube-ზე, ამისთვის ძალიან მადლიერი ვიქნები, რათა რაც შეიძლება მეტმა მაყურებელმა ნახოს ეს გამოშვებები. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News, პული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მოდით დავიწყოთ იმით, რაც რეალურად მოხდა ტაივანის თემაზე გამართულ სამიტზე. სი ძინპინმა მოლაპარაკებების დასაწყისშივე განაცხადა, რომ ტაივანი ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. შემდეგ სრულ ციტატას მოგიყვანთ. ტაივანის საკითხი ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. თუ ამ საკითხს სწორად მიუდგებით, ორმხრივი ურთიერთობები მთლიანობაში სტაბილური დარჩება. თუ მიჯგომა არასწორი იქნება, ორ ქვეყანას შორის შეიძლება დაპირისპირება, ან თუნდაც კონფლიქტი მოხდეს. რაც ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებს უკიდურესად საშიშ მდგომარეობაში ჩააყენებს. ტაივანის დამოუკიდებლობა პრინციპულად შეუთავსებელია მშვიდობასთან ტაივანის სრუტეში. ამასთან მშვიდობა ტაივანის სრუტეში ჩინეთსა და აშშ-ს შორის ყველაზე დიდი შეხების წერტილია. ციტატის დასასრულს. დიახ, თქვენ არ მოგესმათ, ფაქტობრივად ეს არის ღია ომის მუქარა. თუ აშშ ტაივანთან დაკავშირებით არასწორ პოზიციას დაიკავებს, კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, სი ძინპინი ამას პირდაპირ დონალდ ტრამპს ეუბნება. ამბობს, მოусმინეთ, თუ არასწორ პოზიციას დაიკავებთ, ომს დავიწყებთ. რა უპასუხა ტრამპმა? საჯაროდ საერთოდ არაფერი კონკრეტული. იყო ასეთი სახალისო სიტუაცია. როცა დონალდ ტრამპს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები რამდენჯერმე ეკითხებოდნენ, განიხილა თუ არა მან ტაივანი სი ძინპინთან, და ტრამპი ისე იქცეოდა, თითქოს არ ესმოდა და უბრალოდ დუმდა პასუხად. უბრალოდ ასე იდგა უგრძნობის სახით. თითქოს მე არ მესმის თქვენ. მისმა გუნდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაივანთან დაკავშირებით არანაირი ახალი ვალდებულებები მიღებული არ ყოფილა. თეთრი სახლის ოფიციალურ რეზიუმეში ტაივანი საერთოდ არ არის ნახსენები. და ოფიციალურად ეს ერთ რამეს ნიშნავს. მხარეები ვერ შეთანხმდნენ. სინამდვილეში ეს კარგი ამბავია ტაიბეისთვის, რადგან სტატუს-კვო შენარჩუნებულია. მაგრამ არის ის, რაც სამიტამდე მოხდა. ეს სამიტამდე დაიწყო და შიშები გამართლდა. და ეს ბევრად უფრო მეტად აღელვებს. პეკინში გამგზავრებამდე ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აპირებს სი ძინპინთან განიხილოს ტაივანისთვის იარაღის გაყიდვის საკითხი. და ეს უპრეცედენტოა. რადგან არც ერთ ამერიკელ პრეზიდენტს მისამდე საჯაროდ არ გამოუცხადებია, რომ პეკინთან კონსულტაციაც გამართავდა ტაიბეისთვის სამხედრო მიწოდებების საკითხზე. ეს იგივეა, როგორც ამერიკელმა პრეზიდენტმა განაცხადოს. მოусმინეთ, მე ვაპირებ დაურეკო და ვიმსჯელო ვლადიმერ პუტინთან. გავყიდოთ თუ არა იარაღი უკრაინას. ეს კი საერთოდაც უცნაურად ჟღერს. და აი სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა მაინც აღიარა, რომ დიახ, მან ეს თემა დახურულ ნაწილში განეხილა. საკითხი ეხება ტაივანთან 14 მილიარდი დოლარის იარაღის გარიგებების პაკეტს. ტრამპმა ვაშინგტონიდან გაფრენამდე უკვე შეაჩერა ამ პაკეტის წინსვლა. ოფიციალურად მას არ გაუუქმებია, მაგრამ არც წინ წაუწევია. სწორედ ეს ანერუიულებს ტაიბეის. ანუ არა სიტყვები, არამედ ქმედებების არ ქონა. არის კიდევ ერთი არც ისე აშკარა უარყოფითი შედეგი მოლაპარაკებების, რომელიც პირდაპირ ეხება ტაივანს. ეს არის მიკროჩიპები. აშშ-ს დათანხმდა NVIDIA-ს ძლიერი ვიდეო ბარათების მიწოდებაზე ჩინეთში. ეს არის ნახევარგამტარებზე ექსპორტის შეზღუდვების ნაწილობრივი გაუქმება. ჩიპები მაინც როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ტექნოლოგია. შეზღუდვები სწორედ იმით დაწესდა, რომ ჩინეთს შეუძლია ეს მოცინავე ჩიპები სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს. მათ შორის იმ სისტემების შემუშავებისას, რომლებიც გამოიყენება სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში ტაივანის მახლობლად. ეხლა შეზღუდვების ნაწილი მოხსნილია და ჩინეთი დასავლეთის ტექნოლოგიებზე ცდომას იღებს. და ახლა ექსპერტები აფიქსირებენ ბაზრების რეაქციას ტრამპისა და სი ძინპინის სამიტზე. და აქ საინტერესო ეპიზოდი გამოჩნდა. კომპანია ბოინგის აქციები უცებ 4%-ით დაეცა.
თუმცა, თითქოს ზრდისთვის მიზეზები იყო. რატომ მოხდა ასე? სი ძინპინმა და დონალდ ტრამპმა შეთანხმდნენ, რომ ჩინეთი შეიძენს ამერიკის შეერთებული შტატებისგან მთლიანად 2 ასეული ბოინგის თვითმფრინავს. 2 ასეული. თითქოს ბევრი ჩანს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ 3-მდე 500-ზე შეთანხმდნენ. ანუ კომპანია ბოინგი ელოდა 500 თვითმფრინავის შეკვეთას, ხოლო მიიღო 200, შედეგად აქციები დაეცა. აი კომპანია Nvidia-ს აქციები კი პირიქით გაიზარდა, რადგან ჩიპებზე შეზღუდვები მოიხსნა. ეს კომპანიის პირდაპირი სარგებელია. ანუ ბიზნესი მოგებულია, მაგრამ უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშაა. შედეგად გვაქვს დონალდ ტრამპის სტრატეგიული პარადოქსი. თითქმის ყველა ძალა, რომელიც ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებს აყალიბებს, მათ სხვადასხვა მიმართულებით ეკაჩება. ტრამპს სურს ვაჭრობა ჩინეთთან, მაგრამ ჩინეთი აშშ-ის მთავარი სტრატეგიული მოწინააღმდეგეა. ტრამპს სურს ჩინეთის დახმარება ირანთან დაკავშირებით, მაგრამ ჩინეთი ყიდულობს ირანულ ნავთობს. ტრამპს სურს შეინარჩუნოს მოკავშირეები აზიაში, მაგრამ ტაიბეი და ტოკიო ახლა მზარდი შეშფოთებით უყურებენ სამიტს. შედეგად ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ მოლაპარაკებებზე ტრამპის დათმობა შეიძლება გამოიხატოს ჩუმ თანხმობაში, რომ არ წაიწიოს წინ ტაივანისთვის დაგეგმილი შემდეგი მსხვილი იარაღის გაყიდვის პაკეტი. ეს ტაიბეისთვის უზარმაზარ ნეგატიურ სიგნალს გაუგზავნეთ. და სწორედ ეს ხდება ახლა. დონალდ ტრამპა არ გამოაცხადა ამ შეიარაღების პაკეტის გაუქმება, მაგრამ არც მისი წინ წაწევა მოუხდენია. მან როგორც თავად განაცხადა, ეს შეიარაღების პაკეტი ტაივანისთვის განიხილა იმ ადამიანთან, ვინც, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგია, სი ძინპინთან. და ამით ჯერჯერობით ყველაფერი დასრულდა. უბრალოდ ასეთი ბუნდოვანებაა. მაშ, ჩააბარა თუ არა დონალდ ტრამპმა ტაივანი ჩინეთს? იურიდიულად, რა თქმა უნდა, არა. არანაირი წერილობითი ვალდებულებები არ არსებობს, არანაირი ოფიციალური დათმობები და ასე შემდეგ. აშშ-ის ოფიციალური პოზიცია ერთი ჩინეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. მაგრამ ფაქტობრივად მანევრის სივრცე ტაიბეისთვის შემცირდა. იარაღის პაკეტი შეჩერდა. ჩიპები მაინც წავა ჩინეთში და ეს ცუდია. დონალდ ტრამპი საჯაროდ განიხილავდა იარაღის მიწოდებას ტაივანისთვის პეკინთან. და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა ამერიკის სამხედრო მარაგები ირანთან ომით არის გამოფიტული. ხოლო ჩინეთის სამხედრო ხარჯები ახლა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. და ვიზდის ბოლოს უკვე შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ძალიან სიმპტომატური განცხადება გააკეთა, რომელიც ნამდვილად აღძრავს შეშფოთებას. ციტატა: აშშ-სა და ჩინეთს შორის უმაღლესი დონის შეხვედრა ტაივანის საკითხის განხილვის გარეშე არ ჩაივლიდა. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ტრამპისგან მეც მოვისმენთ. პრეზიდენტი ტრამპი კარგად ესმის პრობლემის არსი და აცნობიერებს სიტუაციის მთელ დელიკატურობას. ვინც კი საპირისპიროს ამტკიცებს, უბრალოდ არ ესმის დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების სტილი. აქ მრავალწერტილს ვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწყაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ფინანსურად ნებისმიერი დონატის ან ფასიანი სპონსორული გამოწერის საშუალებით, ბულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით დასრულდა. მოუფრთხილდით თავს. ყველას ნახვამდის.